ოდესმე გიფიქრიათ, რა ხდება სინამდვილეში თქვენს თავში, როცა თვალებს ხუჭავთ და ასე ვთქვათ, ითიშებით. დღეს ჩვენი მისიაა, რომ ფარდააფხადოთ სწორედ ამ საიდუმლოებით მოცულ ღამის ცხოვრებას. ჩვენ ხომ ძილს უბრალოდ დასვენებას უწოდებთ, არა? მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ კი ვიტყვით, რომ თქვენი ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინტენსიური სამუშაო სწორედ მაშინ იწყება, როცა გძინავთ. ეს არაა უბრალოდ დასვენება, ეს ნამდვილი ტრანსფორმაციაა. მაშასე, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გამოვიკვლიოთ, რა არის ძილის ეს იდუმალი ფარული მისია. მოდით დავივიწყოთ ის ძველი წარმოდგენა, რომ ძილი ტვინისთვის ერთგვარი გამორთვის ღილაკია. თანამედროვე მეცნიერება სულ სხვა რამეს გვეუბნება. სინამდვილეში ეს ძალიან აქტიური პერიოდია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მენტალური და ემოციური გადატვირთვისთვის. უბრალოდ შეხედეთ ამ კონტრასტს. რა საოცრება? ჩვენ ვიძინებთ ემოციურად აფორიაქებულები, არეული ფიქრებით და ვიცით, ისეთი მოგონებებით, რომლებიც ძალიან მყიფეა. ვიღვიძებთ კი სულ სხვა ადამიანები. ემოციურად გაწონასწორებულები, გამყარებული მიხსიერებით და საოცრად ორგანიზებული გონებით. აი ეს არის ძილის ნამდვილი ტრანსფორმაციული ძალა. კარგი, მაგრამ როგორ ხდება ეს ყველაფერი? საქმე იმაშია, რომ ძილი არ არის ერთი მონოლითური მდგომარეობა. არა, ის შედგება სხვადასხვა ეტაპისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ციკლურად მეორდება და თითოეულს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს. პირველი ფაზა, ეს არის NREM ძილი. ანუ, მარტივად რომ თქვათ, ღრმა ძილი. წარმოიდგინეთ, ეს არის თქვენი სხეულის სარემონტო ბრიგადა. სწორედ ამ დროს სპეციფიკური ნელი ტვინის ტალღები იწყებენ ფიზიკური ენერგიის აღდგენას და დღის განმავლობაში მიღებული ახალი ინფორმაციის პირველად დახარისხებას. და შემდეგ დგება REM, ანუ თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა. ეს ნამდვილი პარადოქსია. ჩვენი სხეული პრაქტიკულად პარალიზებულია. ტვინი ისეთივე აქტიურია, როგორც სიფხიზლისას. ეს არის სიზმრების სამყარო, სადაც ჩვენი გონება ყველაზე რთულ სამუშაოს ასრულებს, ამუშავებს ემოციებს და აწესრიგებს მეხსიერებას. აი, ეს დიაგრამა, რომელსაც ჰიპნოგრამას ეძახიან. შეიძლება ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარი იდეა ძალიან მარტივია. დააკვირდით, როგორ მოგზაურებთ მთელი ღამის განმავლობაში ღრმა NREM-სა და აქტიურ REM ძილს შორის დაახლოებით 90 წუთიან ციკლებში. ღამის პირველ ნახევარში ხედავთ სხეული ისვენებს. დილისკენ უკვე გონება მუშაობს სრული დატვირთვით. და იცით, სწორედ ამ REM ციკლებში ხდება რაღაც მართლაც გასაოცარი. მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ REM ძილის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ფუნქციაში, ემოციურ რეგულაციაში, ანუ როგორ გვეხმარება სიზმრები ემოციებთან გამკლავებაში. ეს ციტატა, ჩემი აზრით, იდეალურად ხსნის ყველაფერს. REM ძილი გვაძლევს საშუალებას, რომ რთული მოვლენები ხელახლა განვიცადოთ, მაგრამ ამჯერად იმ ძაფრი ემოციური ტკივილის გარეშე. დიახ, ეს შესანიშნავი ანალოგიაა. სიზმრები ფაქტობრივად დღის განმავლობაში მიღებულ ემოციურ ჭრილობებს კურნავს. ის არ შლის თვითონ მოგონებას, არამედ აცლის მას ტკივილს, ასე რომ დილით ამ მოგონებასთან გამკლავება უკვე ბევრად მარტივია. ანუ პროცესი ასეთია. REM ძილის დროს ჩვენი ტვინი ქმნის ერთგვარ უსაფრთხო ზონას, სადაც სტრესის ჰორმონები, ასე ვთქვათ, გამორთულია. სწორედ აქ ამუშავებს ის მტკივნეულ მოგონებებს, გვათავისუფლებს ემოციული ტვირთისგან, მაგრამ ინარჩუნებს მიღებულ გამოცდილებას. მაგრამ ემოციების დამუშავება ერთადერთი მისია ნამდვილად არ არის. ძილს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეს არის მეხსიერების კონსოლიდაცია, ანუ გამყარება. ნახოთ, როგორ ხდება ეს. დიახ, ეს საუკეთესო შედარებაა. წარმოიდგინეთ, რომ დღის განმავლობაში თქვენს ტვინში უამრავი ახალი წიგნი ხდება. ღამით კი მოდის ბიბლიოთეკარი და თითოეულ მათგანს თავის ადგილს უჩენს თაროზე. და ეს პროცესი ორ ეტაპად მიდის. ჯერ NREM, ანუ ღრმა ძილის დროს, ხდება ახალი ინფორმაციის სტაბილიზაცია, ჩვენი წიგნები თაროებზე ლაგდება, შემდეგ კი REM ძილის დროს ეს ახალი ინფორმაცია უკავშირდება ყველაფერს, რაც უკვე ვიცით. ანუ ბიბლიოთეკარი არა მხოლოდ ალაგებს, არამედ ქმნის კავშირებს ძველ და ახალ წიგნებს შორის. ეს ძალიან კარგი კითხვაა რა. ჩვენ ხომ ყველაფერს ფიზიკურად ვერ დავიმახსოვრებთ. აბა, რა მექანიზმი წყვეტს, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? როგორც ჩანს, პასუხი ნეიროქიმიაში იმალება. REM ძილის დროს ჩვენს ტვინში იზრდება დოფამინის, ანუ მოტივაციის მოლეკულის დონე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ დოპამინი თითქოს ფლომასტერით აღნიშნავს მნიშვნელოვან მოგონებებს და ამით ეხმარება ტვინს გადაწყვიტოს, რა შეინახოს და რა უბრალოდ დაივიწყოს.
და აი კიდევ ერთი ჩემი აზრით გენიალური თეორია. ჩვენ ხო სულ ვფიქრებთ, რატომ არის სიზმრები ასეთი უცნაური და აბსურდული. ხო და რა მოხდება თუ ვიწვით, რომ ეს უცნაურობა შეცდომა კი არა, ფუნქციაა. ამ თეორიის მიხედვით სიზმრები რთულ ემოციურ ინფორმაციას კუმშავს და სიმბოლოებად აქცევს. აი კომპიუტერში ზუსტად zip ფაილივით. ეს ეხმარება გონებას, რომ ეს უზარმაზარი ინფორმაცია კომპაქტურად შეინახოს და დაამუშავოს. კარგი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მეცნიერებაზე, ტალღებზე, ციკლებზე, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა მაინც რჩება, რას ნიშნავს ეს ყველაფერი პირადად თქვენთვის, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის? შედეგები ვფიქრობ აშკარაა. როცა ძილს ვაფასებთ და მას პრიორიტეტს ვანიჭებთ, ჩვენ პირდაპირ ინვესტიციას ვდებთ ჩვენს ემოციურ სტაბილურობაში, მეხსიერებაში, კრეატიულობასა და ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაში. ეს არ არის ფუფუნება, მეგობრებო, ეს აუცილებლობაა. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა რაღაც ძალიან უცნაურ სიზმარს ნახავთ, ნუ ჩათვლით მას უბრალოდ შემთხვევითობა და ნუაზრობად. პირიქით, დააფასეთ. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ტვინი მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდა თქვენი კეთილდღეობისთვის. და ბოლოს, მინდა ამ კითხვით დაგტოვოთ. თქვენი მოსიარულე მეოცნებე ტვინისთვის, ერთი კითხვის დასმა რომ შეგეძლოთ ამაღამ, რას კითხავდით მას? დაფიქრდით თქვენს საკუთარ ფარულ ღამის ცხოვრებაზე და თუ სურვილი გექნებათ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები.